ოკუპირებულ აფხაზეთში ეგრეთ წოდებული პრეზიდენტის პოსტისთვის ბრძოლა რაულ ხაჯიმბას გამარჯვებით დასრულდა. დე-ფაქტო საარჩევნო კომისიამ ეგრეთ წოდებული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში 47.39%-ით გამარჯვებულად ისევ კრემლის ფავორიტი რაულ ხაჯიმბა გამოაცხადა. ოპოზიციის ეგრეთ წოდებულმა საპრეზიდენტო კანდიდატმა ალხას კვიცინიამ კი ამომრჩეველთა ხმის 46.18% მიიღო. დე-ფაქტო არჩევნების შედეგების გამოცხადებისთანავე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეგრეთ წოდებული საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებულმა მონაცემებმა ისედაც დაძაბული პოლიტიკური ვითარება შესაძლოა კიდევ უფრო დაძაბოს. რაულ ხაჯიმბა, რომელსაც მოსკოვმა კრემლის დავალებების შესრულება კიდევ 5 წლით დაავალა, უკვე წარმატებაზე იმობს და ოკუპანტი ქვეყნის მიერ მის მხარდაჭერას საკუთარი ხალხის გამარჯვებას უწოდებს. ეს ჩვენი ხალხის გამარჯვებაა წინ ბევრი სამუშაო გველის. ერთიანობის პირობები უნდა შევქმნათ, ამის გარეშე სახელმწიფო ვერ შედგება. მთავარია არა ვინმეზე გამარჯვება, არამედ ქვეყნის განვითარება. აცხადებს ხაჯიმბა და ეგრეთ წოდებული ქვეყნის განვითარებაზე მოჩვენებითი მზრუნველობით საკუთარ ამომრჩეველს ატყუებს. ეგრეთ წოდებულმა ოპოზიციამ კი დე-ფაქტო ცესკოს მონაცემებს უნდობლობა გამოუცხადა და ეგრეთ წოდებული არჩევნების ხელახალ ჩატარებას ითხოვს. ალხას კვიცინია და თავისი მომხრეები პარტია ამცახარა შტაბთან შეიკრიბნენ და ეგრეთ წოდებული ცესკოს არჩევნების შედეგების გადახედვა მოთხოვეს. ოპოზიციური პარტიის ლიდერი საკუთარ ამომრჩეველს მიმართავს და მათი ხმებისა და უფლებების დაცვას კანონიერი გზით პირდება. ისე რომ ეგრეთ წოდებულ სახელმწიფოებრიობას საფრთხე არ შეექმნას. ალხას კვიცინია სასამართლოში ასაჩივრებს და აცხადებს, რომ სასამართლომ საქმეს კანონიერი მსვლელობა უნდა მისცეს და ეგრეთ წოდებული კანონიერი კონსტიტუციური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. ამ შეკრებას წინ უძღოდა ოპოზიციური პარტიის ამცახარას განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ არ ეთანხმება თავისი ლიდერის დამარცხებას და განმეორებით ეგრეთ წოდებულ არჩევნებს ითხოვს. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ოპოზიციური პარტიის წევრები ყველა შესაძლებლობასა და გზას მიმართავენ, მათ შორის მრავალ ათასიან საპროტესტო აქციას, რათა არ დაუშვან ბინძური მეთოდებით ხაჯიმბას მოსვლა ხელისუფლებაში. თავის მხრივ ოპოზიციის მომხრეებიც დე-ფაქტო ცესკოს მოუწოდებენ, რომ ნაადრევი დასკვნები არ გამოიტანონ და შედეგებს გადახედონ. წინააღმდეგ შემთხვევაში ამომრჩეველთა ნაწილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე სიტუაციის გამწვავებას არ გამორიცხავს. საბოლოო განაჩენის შესაძლოა ძალაუფლებისთვის მებრძოლ პოლიტიკოსებს მოსახლეობამ გამოუტანოს, რომელთა ინტერესები კრემლის მიერ იგნორირებულია და რომლებიც მიიჩნევენ, რომ ეგრეთ წოდებულმა სახელისუფლებო სტრუქტურებმა ამჯერზეც მოსკოვის სასარგებლოდ იმუშავა. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აქცენტს არა ეგრეთ წოდებულ ხელისუფალთა ცვლილებებზე, არამედ მოსახლეობის განწყობაზე ამახვილებენ, რომელთა ინტერესები მუდმივად კრემლის თამაშს ეწირება. საზოგადოების განწყობები არის საკმაოდ კრიტიკული ზოგადად სიტუაციის მიმართ, რომელიც ჩამოყალიბდა წლების განმავლობაში რეგიონში აი ამ მზარდი მილიტარიზაციის ფონზე და ძალიან ბევრი სოციალური, ეკონომიკური, ჰუმანიტარული პრობლემების ფონზე. ჩვენთვის რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ ნებისმიერ შემთხვევაში პროცესები წარიმართოს მშვიდობიანად და საფრთხეობას არ შეექმნას რაიმე რისკი მოსახლეობისთვის. ოფიციალური თბილისი და საერთაშორისო თანამეგობრობა ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ეგრეთ წოდებულ არჩევნებს მწვავედ გმობენ. ეგრეთ წოდებულ არჩევნებს არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვს და ვერც ექნება. ჩვენთვის მნიშვნელოვანი რა თქმა უნდა ის არის, რომ მშვიდობიან გარემოში წარიმართოს ყველა პროცესი ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიაზე. კიდევ ერთხელ ჩვენი მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, საუბედუროდ სიახლე ის არ გახლავთ, რომ რუსეთი წლიდან წლამდე იმყარებს გავლენებს და ხდება რეგიონების მილიტარიზაცია და მზარდი იზოლაცია. როდესაც აფხაზეთის ძირითადი მოსახლეობა ეთნიკური წმენდის შედეგად არის განდევნილი საკუთარი სახლებიდან, ეს არის ამ ეთნიკური წმენდის ლეგიტიმაციის კიდევ ერთი მცდელობა. საერთაშორისო თანამეგობრობამ დაგმო, მას არ აქვს არანაირი აღიარება და არ შეიძლება კონდეს. უკანონო არჩევნები პირველივე ტურში მკაცრად დაგმეს მსოფლიოს წამყვანმა ქვეყნებმა. რუსეთის ქმედებებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ეგრეთ წოდებულ არჩევნებს საქართველოში ვიზიტად მყოფი ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ყველა მიუღებელ ქმედებებთან დაკავშირებით ლიეტუვა საქართველოს მხარდაჭერას უცხადებს. მკაცრად ვგმობ ყველა ქმედებას, რაც ეგრეთ წოდებულ არჩევნებსა და ბორდერიზაციას უკავშირდება. ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაძლიერდა. რუსეთის აგრესიის დაგმობასთან ერთად ჩვენ აქტიურად ვუჭერთ
მხარს საქართველოს ნაბიჯებს ევროინტეგრაციის მიმართულებით. ყოველთვის ვამბობთ, რომ საქართველო ამ მიმართულებით ლიდერია. ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ეგრეთ წოდებულ საპრეზიდენტო არჩევნებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი გამოეხმაურა. ეს არის მოცემულობა, ყოველდღიურობა, ოკუპაციის პირობებში ცხოვრობს, აღიარებენ თუ არ აღიარებენ, ფაქტია, რომ ოკუპაციის პირობებში ცხოვრობ და ფაქტია კიდევ ერთი რამ, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა იფიქროს ვინმე და მე არ მგონია, რომ აფხაზეთში იყოს ადამიანი, ვინც ფიქრობს, რომ რუსეთის ფედერაციას აქვს რაღაც სენტიმენტები ან სიყვარულით განპირობებული პოლიტიკა აფხაზეთში. საგანგებო მნიშვნელობა აქვს მისთვის ამიერკავკასიაში, სამხრეთ კავკასიაში პოზიციების გაძლიერებას. ისევე როგორც ცხინვალის რეგიონი მისთვის მნიშვნელოვანია, რომ ახლოს იყოს იმ ნავთობ თუ გაზსადენებთან. ისევე როგორც აფხაზეთი ახლოს იყოს შავი ზღვის აკვატორიასთან. რასაკვირველია აფხაზებისათვის იმ აზრის თავს მოხვევა, რომ თითქოს ეს მათი უსაფრთხოების გარანტია, უნდა იყოს ყოველდღიურად გამაგრებული. და ყოველდღიურ გამაგრებაში პროპაგანდა იგულისხმება, რასაკვირველია. ერთ-ერთი მიმართულება არის ასევე არჩევნების ჩატარება, ვითომაც ლეგიტიმაციისათვის აფხაზეთის თითქოს და საერთაშორისო თანამეგობრობისათვის ამას მნიშვნელობა აქვს ჩატარდება თუ არა იქ არჩევნები, მით უმეტეს რომ ადგილობრივი მოსახლეობის უდიდესი რაოდენობა ფაქტიურად განდევნილია. მაგრამ როდესაც ამას პრეზიდენტს არქმევ, როდესაც ამას არა მარტო პრეზიდენტს არქმევ, აფხაზი ხალხის ნებას არ ითვალისწინებ, ეს უკვე სხვა რამეა, ეს უკვე არის საოკუპაციო რეჟიმის პოლიტიკური გაძლიერება და რასაკვირველია, მოსკოვი არ დაუშვებს, რომ მისთვის მიუღებელი პიროვნება, ან მისთვის რაღაც სათუო პიროვნება, ან კითხვის ნიშანი დატოვოს ხელისუფლების სრულად განხორციელების თვალსაზრისით. სანამ ოკუპირებულ აფხაზეთში ოპოზიციის ეგრეთ წოდებული საპრეზიდენტო კანდიდატი და ხაჯიმბა ერთმანეთში ჯერჯერობით ვერ რიგდებიან. ან კიდევ რუსეთის მხარდაჭერილი ხაჯიმბა ეგრეთ წოდებული საპრეზიდენტო პოსტის კვლავ საოკუპაციო რეჟიმის ინტერესებზე მორგება შეეცდება, საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერას იმყარებს. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებს საკუთარ მოსახლეობას კი ჯანდაცვის, განათლების, წარმატებულ პროექტებსა და ნდობაზე დამყარებულ სამშვიდობო ინიციატივებს სთავაზობს. გიორგი ვოლსკის განმარტებით მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება ოკუპირებულ აფხაზეთში ეგრეთ წოდებული ლიდერი. კრემლი თავის პოლიტიკას მაინც გაატარებს. ამ ფონზე კი მნიშვნელოვანია ქართულმა სახელმწიფომ ალტერნატიული გადარჩენის გზა შესთავაზოს აფხაზურ საზოგადოებას, მათ შორის სხვადასხვა სამშვიდობო პროექტები. მნიშვნელობა არ აქვს, ხაჯიმბა იქნება თუ ნებისმიერი სხვა, კრემლი თავის გავლენას ხელიდან არ გაუშვებს. ალტერნატივა არის შეთავაზება, რომ გადავარჩინოთ ხალხი, შეთავაზება, რომ ერთად ვაკეთოთ ბიზნესი, საშუალება მივცეთ ორივე მხარეს, რომ საერთო ენა მოძებნონ არა მარტო იმ ძველი დანატოვარი ისტორიის გამეორებით ან მოგონებით. არამედ მომავალში გაიხედონ სწავლის პირობები, უნდა შესთავაზოს აფხაზურ მხარეს და მე ვფიქრობ, რომ იგივე თუნდაც ჯანმრთელობის დაცვის სისტემა უნდა იყოს მორგებული იმ ინტერესებზე, რომელიც ჩვენ დღეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრებ ხალხს გააჩნია. მაგრამ თავარი კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საერთო ეკონომიკური, სოციალური და საერთო უსაფრთხოების ინტერესებია.